მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, დღეს მინდა ჩავწერო დაპირებული ვიდეო თქვენს კითხვებზე პასუხი, ჩემო კარგებო. მაშინ ნახოთ ლაურას 51 წლის ლაურას აინტერესებს როგორია შანსი იმის რომ 2025 წელს შეიძინოს ბინა. ნახოთ ლაურა. კითხვა არის თქვენთვის 51 წლის ლაურას ეხება ეს კითხვა, ეს პასუხი უფრო სწორად. ძვირფასო ლაურა, მე მინდა გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის შესაძლებელია რაღაც პრობლემა, წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ფინანსები არ გკმარათ ამ მომენტისთვის, მაგრამ გაქვთ რაღაც მოლოდინი იმის, რომ შესაძლებელია იყიდოთ ხო ბინა, მაგრამ არის რაღაც შესაძლებელია ისეთი ვარიანტები, რომელიც ან თქვენს ფინანსებს აღემატება, ან თქვენ არ გაწყობთ ის თქვათ ბინა, არ არის ისეთი ბინა, რომელიც თქვენთვის არის მისაღები, ამიტომ ცოტა რაღაც ამასთან დაკავშირებით არის რაღაც პრობლემა შესაძლებელია, გავიმეორებ კიდევ რომ შესაძლებელია ფინანსების ნაკლებობა გაქვთ ამ მომენტისთვის და თქვენი ფინანსების შესაფერის ბინას ვერ პოულობთ. ბინა ან არის ისეთი, რომელიც თქვენ არ გაკმაყოფილებთ. შანსი არის ბინის ყიდვის შანსი არის, თუმცა ეს არის, როგორ გითხრათ, იცით, იმისთვის რომ მიაღწიოთ რაღაც სასურველ მიზანს, შესაძლებელია დახმარება დაგჭირდეთ თქვენ აქ ან თქვენი ახლობლების, ან შესაძლებელია თქვენ ელოდებით საზღვარგარეთიდან თუ არ ვიცი რაღაც მანძილიდან რაღაც თანხას, მოკლედ შესაძლებელია დახმარება დაგჭირდეთ, ჩემო კარგო, და თქვენ აუცილებლად შეიძენთ ბინას, ოღონდ ეს შეიძლება იყოს არც ისე მალე, როგორც თქვენ გსურთ. ვფიქრობ, რაღაც გამოსავალი აუცილებლად გამოჩნდება აუცილებლად შესაძლებელია მიიღოთ ის დახმარება, რისი მოლოდინიც გაქვთ, ან ეს იყოს დახმარება ფინანსური, ან დამატებით გჭირდებათ კიდევ რაღაც გვერდში დგომა, დახმარება იმის, რომ დაგეხმარნენ შეგივსონ ის ფინანსები, ეს არ ვიცი, ეს შესაძლებელია იყოს, ეს მოხდეს რაღაც ბანკიდან, ან სახელმწიფო დაწესებულებას მიჩვენებს აქ, სახელმწიფო დაწესებულებას და პასუხისმგებლობის აღებას, ჩემო კარგო, შესაძლებელია დაგჭირდეთ რაღაც დამატება ფინანსების და აი ამ შემთხვევაში არის შანსი კი რომ შეიძინოთ ბინა. ამ მომენტისთვის ან არ არის, როგორ გითხრათ, ან თანხა არ გკმარათ ბინის საყიდვად, შეიძლება რაღაც გარკვეული თანხა გაქვთ, მაგრამ იმ თანხაში არ მოგდით, ან ხდებათ ისეთი ბინები, რომელიც არ გაკმაყოფილებთ, ჩემო კარგო, მაგრამ ცოტა მოგვიანებით შესაძლებელია, 2025 წლის ბოლომდე ვფიქრობ შესაძლებელია სრულიად, მაგრამ დაგჭირდებათ დამატებით ან თანხის მოძიება, ან ვიღაც პირის გვერდში დგომა, ერთი სიტყვით, რომ ეს თქვენი ჩანაფიქრი და თქვენი სურვილი სისურლეში მოიყვანოთ. აი ასეთია პასუხი. მოკლედ ამას მარტო ვერ შეძლებთ, დაგჭირდებათ აუცილებლად რაღაც დამატებითი სახსრების მოძიება. ეს შეიძლება იყოს გზიდან რაღაც თანხის მიღება, ან რაღაც დამატებით სახელმწიფო დაწესებულება, ბანკი იქნება, არ ვიცი ერთი სიტყვით, უკაცრავად. მაგრამ შანსები არის, რეალურად კი არის შანსები, ოღონდ თქვენი ჩართულობა და სხვისი გვერდში დგომა აუცილებლად დაგჭირდებათ ამ საკითხთან დაკავშირებით. შემდეგი კითხვა, 30 წლის ნინოს აინტერესებს, ვინ ნახულობს მის სოციალურ ქსელს მეგობრების გარდა, ვინ არის ნინოს სოციალური ქსელით, ნინოს პიროვნებით დაინტერესებული ამჟამად. ნახოთ ნინოს სოციალურ ქსელს ვინ ნახულობს მეგობრების გარდა, 30 წლის ნინოს პასუხს ვაძლევ, ანუ ნახოთ ვინ არის ნინოს ცხოვრებით დაინტერესებული და მისი სოციალური ქსელით. 30 წლის ნინოს სოციალურ ქსელს ვინ ნახულობს, ვინ არის
მისი სოციალური ქსელით დაინტერესებული. ჩემო ძვირფასო ნინო, თქვენ სოციალურ ქსელს ნამდვილად კი აინტერესებს მამაკაცს თასის მეფეს, რომელთანაც შესაძლებელია რაღაც ურთიერთობა გაკავშირებდეთ ამ პიროვნებასთან. ამ მომენტში შესაძლებელია ურთიერთობა აღარ გაქვთ, ყოველ შემთხვევისთვის თქვენ შორის მოხდა რაღაც უსიამოვნება, გულისტკენა ერთი სიტყვით ამ პიროვნებისგან. შესაძლებელია წარსულში ყოველ შემთხვევისთვის ამ პიროვნებასთან ჰქონდათ ურთიერთობა, რაღაც გარკვეული, შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობა. მაგრამ ახლა დასრულებულია ეს ურთიერთობა პიროვნებასთან, წერტილია უკვე დასმული, მაგრამ ეს პიროვნება მაინც ინტერესდება. შესაძლებელია ეს პიროვნება, არ ვიცი, ეს პიროვნება იყოს სასიყვარულო სამკუთხედში, თუ თქვენ იყავთ რაღაც სასიყვარულო სამკუთხედში, ამ პიროვნებას აინტერესებს თქვენი ცხოვრება, თქვენი ამჟამინდელი ყოფა, როგორ ხართ, მარტო ხართ ისევ თუ როგორ ხართ, ერთი სიტყვით თასის მეფე. შემოკარგო პიროვნება, მამაკაცი, რომელთანაც წარსულში გაკავშირებდეთ რაღაც სასიყვარულო ურთიერთობა, შესაძლებელია, არ ვიცი, როგორი ურთიერთობა გქონდათ, ყოველ შემთხვევაში მე აქ მიჩვენებს, რომ ეს პიროვნება ან ეს პიროვნება თქვენი ცხოვრებიდან წასული, ან თქვენ ხართ მისი ცხოვრებიდან, ამ პიროვნებასთან გაკავშირებდეთ გარკვეული ურთიერთობა, რომელიც ამჟამად უკვე დასრულებულია. გარკვეული ურთიერთობა მე გულისხმობ რაღაც სასიყვარულო ურთიერთობა გაკავშირებდეთ და უკვე წარსულშია ეს პიროვნება. ამჟამად აღარ გაქვთ ურთიერთობა ამ პიროვნებასთან, წერტილია ერთი სიტყვით დასმული. ნახეთ სიკვდილის არკანი, ხმლის ტუზი, 10-იანი ხმალი, 3-იანი ხმალი, რაღაც მოხდა თქვენ შორის და გაიყარა ეს გზები თქვენსა და ამ პიროვნებას შორის, მაგრამ ეს პიროვნება კვლავ ინტერესდება თქვენი ცხოვრებით, კვლავ გადევნებთ თვალს სოციალურ ქსელში. მე მაინტერესებს ნინო, გამომხმაურე. რამდენად ასია ის, რაც ამჟამად მოისმინე. შემდეგი კითხვა. მარი 23 წლის მარის მქონდა რამდენიმე კითხვა დასმული, მე შევეცდები რომ გავაერთიანო. როგორც ჩანს, მარის აქვს ამჟამად ურთიერთობა ლაშასთან და ნახეთ, როგორი ურთიერთობა ამჟამად ლაშასთან და რატომ სურს მარის რომ გამოჩნდეს. ალბათ არ აკმაყოფილებს ის ურთიერთობა. ნახოთ, აბა რას გვიჩვენებს 23 წლის მარის. აინტერესებს, როგორი ამჟამად ურთიერთობა, რას გრძნობს ლაშა მის მიმართ და როგორია ამჟამად ლაშასა და მარის შორის ურთიერთობა. ზოგადად ვნახოთ, როგორია ამჟამად ურთიერთობა და შემდეგ კითხვა, როგორია შანსი რომ გამოჩნდეს მარის ცხოვრებაში, 23 წლის მარის ცხოვრებაში ახალი პარტნიორი 6 თვის ვადაში, როგორია ამის შანსი. მაშ პირველი კითხვა, რას გრძნობს ლაშა მარის მიმართ, როგორია ამჟამად ლაშასა და მარის მიმართ ურთიერთობა და როგორია შანსი რომ 23 წლის მარის ცხოვრებაში გამოჩნდეს ახალი პარტნიორი 6 თვის ვადაში. ნახოთ. ჩემკარგო, მე მინდა გითხრა, რომ ლაშას რაღაც გრძნობები აქვს შენს მიმართ. აქ აქვს გრძნობა, ოღონდ ეს არის რაღაც საწყისი გრძნობა, არ ვიცი, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ლაშა, არ ვიცი ვინ არის, აქ მე მიჩვენებს ოჯახის არკანებს, შესაძლებელია ლაშა ან ყოფილი პარტნიორია შენი, ან შესაძლებელია რაღაც როგორც ოჯახი, ასე მიჩვენებს. მე ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ეს უკვე წარსულში მიჩვენებს ამ ყველაფერს. წარსულში მიჩვენებს გრძნობა აქვს ლაშას დღემდე, მაგრამ შენზე ხარ თითქოს ზურგშექცევით. კი, აქ მე მიჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია ლაშა არის შენი ყოფილი პარტნიორი, რომელთანაც ქონდა ურთიერთობა, შესაძლებელია არის, ანუ დაშორებულები ხართ ამჟამად, მაგრამ რაღაც გაურკვევლობა ერთი სიტყვით ლაშას აქვს გრძნობა ამ მომენტისთვის, მაგრამ შენ ხარ რაღაცა ზურგშექცევით ამ პიროვნებისგან, შესაძლებელია ხარ დაშორებული ამჟამად ლაშასთან, მაგრამ ლაშას აქვს გრძნობა.
შეხარ გულნადგენი ლაშაზე რატომღაც არ ვიცი და დასრულებული გაქვს ურთიერთობა ამ პიროვნებასთან და ზურგ შექცევით ხარ. შესაძლებელია ამ მომენტისთვის შენს ცხოვრებაში არის კიდევ სხვა პიროვნება, მაგრამ ლაშასთან რაც შეეხება, ლაშასთან უკვე დასრულებული გაქვს ის ურთიერთობა, მაგრამ გრძნობა ლაშას ისევ აქვს, რაღაც ბოლომდე არ არის დასრულებული ლაშასთან ის გრძნობა, ანუ კიდევ ახსენდები და კიდევ ფიქრობს შენზე. მოდი ვნახოთ შემდეგი კითხვა, როგორია შანსი იმის, რომ მარის ცხოვრებაში გამოჩნდეს, ხო 6 თვის ვადაში რას გვეტყვის. კი, არის შანსი ნამდვილად რომ გამოჩნდეს ახალი პარტნიორი, ოღონდ ეს იქნება არასერიოზული ურთიერთობა, სულელი სარკანი, ისეთი ურთიერთობა, რომელიც კარგს არაფერს მოგიტანს, ჩემო კარგო. ეს იქნება შესაძლებელია რაღაც ფლირტის დონეზე, უპასუხისმგებლო ურთიერთობა, მთვარის არკანი მიდასტურებს აქ. ეს იქნება მხოლოდ ხანმოკლე ურთიერთობა, კვერთხის რაინდის არკანით, ჩემო კარგო. არ არის გამორიცხული რომ გამოჩნდეს და შესაძლებელია იყოს, უკვე შესაძლებელია არის კიდეც ვიღაც ხო, ვინც ანუ მალევე გამოჩნდეს ვიდრე 6 თვეა, ეს უფრო ჩქარი არკანია, მაგრამ ეს იქნება მსუბუქი ურთიერთობა, მსუბუქ ურთიერთობაში გულისხმობ რას, რომ პიროვნებას, როდესაც არ უნდა პასუხისმგებლობის აღება, არასერიოზული ურთიერთობა, რომელიც კარგს არაფერს არ მოგიტანს, რომელიც შესაძლებელია მთვარის არკანი. ეს არის რაღაც ერთი ღამის ურთიერთობა, რაღაც ხანმოკლე ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ რაღაც ნებებზეა დამყარებული და ნებებით არის. როდესაც ნება ურთიერთობაში და არა გრძნობა, ჩემო კარგო. ისე რომ ასეთია პასუხი. შენს კითხვაზე ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურო. სულ ეს იყო ჩემო კარგებო, დღევანდელი ეს თქვენს კითხვებზე პასუხი. მე მსგავს რუბრიკას კიდევ ჩავწერ შემდეგ, გამოვაქვეყნებ პოსტს, ვისაც გაქვთ სურვილი რომ მიიღოთ თქვენს კითხვებზე, კონკრეტულ კითხვებზე პასუხი მსგავსი სახით, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგეპაროთ, ადევნეთ არხს თვალი, ყური ერთი სიტყვით და მომავალ შეხვედრამდე. ძალიან მაინტერესებს, მადლობელი დაგრჩებით, გამომეხმაუროთ ამ ვიდეოს ქვეშ, ვისაც პასუხი გაგეცით, თქვენი პასუხი რამდენად იყო დამაკმაყოფილებელი თქვენთვის, როგორ რეზონირდა, რა სიტუაცია გაქვთ, მადლობა და ნახვამდის. ეს არის ჩემთვის ერთგვარი სტიმულის მოცემა, ჩემო კარგებო, დალაიქეთ და გამოიწერეთ, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი. მადლობა და ნახვამდის.